ვირფასო მეგობრებო, ახლა ზურა მანჯავიძის შოუს ქალი მაყურებელი მოემატება, რადგან ჩვენი სტუმარია. გთხოვთ მივესალმოთ ირაკლი მაგასალია. დიდი მადლობა ჩემო ირაკლი, რომ მესტუმრე და პირდაპირ შეგეკითხები, ცეკვენ ვარსკვლავებში რომელი ადგილი დაიკავე? ჟიურის ადგილი დავიკავე მე. ესე იგი მეორე ვერ ვათქმევინე, რომ მე მესპა რომ პირველი თქო და ნუ რა ვიცი. ხო, არა უშავს კაცო, მაღალი კი არის, მაგრამ მე მაინც ზემოდან დავხურებ. საშინელება ამდე გამარჯვებულში შემოსვლა, ნუ ძალიან რთულია, ძალიან რთული. უნდა ჩავიფიქრო ხო რაღაცა ეხა გამარჯვებულებს შორის. აგიხდებაო. კი ბატონო, ეხლა როგორც ცეკვენ ვარსკვლავების ჟიურის წევრი, აი პირდაპირ მითხარი, თან თვალებში მიყურე და მითხარი, მე უფრო კარგი მოცეკვავე ვარ თუ ამიკო. მე მიყურე თვალებში. როგორ თქვათ ეხლა? ჯექსონს ალბათ მაინც ამიკო უფრო კარგად ცეკვავს და სამბა შენია რა. აი პროფესიონალური შეფასება სულ სხვა არის. ცენტრი ეჭირა, აი რაღაცა საოცრად რა. შენ მორღვეული ქონა ცენტრი, მაგრამ ჯექსონს არ სჭირდება ეს. მე პატარა რო ვარ ცენტრი ხერხემალი და ესენი. კარგია, კარგი. 2013 წელს დაარსე კომპანია Mac Entertainment-ი, რომელიც ბოლივუდთან თანამშრომლობს. მე მგონი რაღაც შეცდომა. ერთი წუთი თავიდან წავიკითხავ. 2013 წელს დაარსე კომპანია Mac Entertainment-ი, რომელიც ბოლივუდთან თანამშრომლობს. ბოლივუდთან თანამშრომლობს? ბოლივუდთან თანამშრომლობს? ბოლივუდთან თანამშრომლობს? დაახლოებით ასე დავაფუძნებთ. ვაფუძნებ? დავაფუძნებ. ძალიან მაგარი ამბავია, რაღა დაგიმალო რა. საინტერესოა ნამდვილად. ამიკო, რომ იცოდე, ირაკლი არის ბათუმელი. ბათუმელი! მაგიტომაც არის ასეთი ნიჭიერი, სიმპათიური, ტანადი. შენ ვის დაემსგავსე ჩემო სიყვარული? არ ვიცი, მაგრამ ნუ ეხა ტანადობაზე შემეშვა ტანადი ეთყობა, იმიტომ რომ ამერიკაში სწავლობდა თუ არა. ისა თავარია ბათუმელია. კი ბატონო, არის ეს ამბავი. მოდი ახლა იმ შეგეკითხები ირაკლი, აი კუნთის ელექტროსტიმულაციასთან დაკავშირებით შენ შემოიტანე ეს თემა ზოგადად საქართველოში და ძალიან მაგარი რამეა ეს ფაქტიურად, როგორც შენ ამბობ, 20 წუთი აი ესე ვარჯიში უდრის 2-3 საათის დარბაზში ვარჯიშს, ხო? რა მაგარი რამეა და ჩემს პროდიუსერებს რო ვთხოვ, ესეც სკამი რომ დამიყენონ, არ შეიძლება თან გადაცემა მიიღოს, თან ვარჯიშო, ხა? როგორ ეთეს გეტყვი ახლა სუფრაზე რო თამადობდა, თან ყანწი გიჭირავს, თან ვარჯიშო, ეს შეგვიძლია. ეგ ისე ვარჯიშად არის. ეგ საქართველოში ძალიან პოპულარულია, ასე რომ რა მაგარი იქნება, ესე ჩემ თამადობას ერქმევა თან საქმე, თან ვარჯიში. კი ბატონო. არდასარევი ამბავია. მოდი ახლა პირად ცხოვრებაზე გადავიდეთ, ასე ვთქვათ, მთელი საქართველო გულშემატკივრობდათ შენი და შენი ულამაზესი მეუღლის ქორწილს და აპლოდისმენტები დავაჯილდოვოთ, რა უნდა. რა მაინტერესებს იცი, ლიზაც არის ოფთალმოლოგი, ხო? მომავალი, რა თქმა უნდა, მაგრამ თვალების ახლა უკვე მოახერხა, ხო? პირველივე დღიდან, კი ბატონო. პირველივე დანახვიდან შეიძლება ითქვას. კი ბატონო. თქვენ შემთხვევაში სიყვარული სულაც არ ყოფილა ბრმა, შემიძლია თავისუფლად თქვა და ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ლიზამ შენი მინუსიც კარგად იცის და პლუსიც. ყველაფერი, კი ბატონო, ასეა და მე მგონი კარგიც არის. რა თქმა უნდა, კარგი კი არა, გადასარევია და თან ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეხლა მეუღლე, ნუ მომავალი ექიმია, მაგრამ ექიმი ქვია უკვე რა თქმა უნდა. სიდედრიც ექიმი გახლავთ და სიმამრიც, ხო? ფაქტიურად, ესე იგი, სანამ ცოლად მოიყვანდი ლიზას, დარწმუნებული ვარ, ყველანაირი გაგებით რენტგენში გაგატარეთ. სამედიცინო დასრულებით. ანამნეზით. დაგინდა, სულ კარგად არის. ხო, მაგრამ ჯამთელი ბიჭი ვარ, ასე რომ კი, კაცო, არა მარტო ჯამთელი ბიჭი ხარ, ასე ვთქვათ, ჯამთელი ცხოვრების წესს აყვარებ ძალიან ბევრ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ნამდვილად. არის ეს ამბავი და მადლობა ამისთვისაც. და ყველანი არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ და დათო უნდა აღნიშნო, დიდი ხანი არ მინახია და მოკლედ
slim fit ხარ ბრავო ხედავ რას არ გაიგებ რას არიზავს რას არ გაიგებ დათოზე გადასახებია ისევ რომ დაუბრუნდა ესე იგი სამედიცინო სფეროს სიდედზე უკვე გითხარით, სიმამზე უკვე გითხარით, რომ ექიმები არიან და მეუღლეც მომავალი ექიმია, ბებია ბაბუაც ესე ფაქტიურად ოჯახის ექიმების გარემოცვაში ხარ დიდი და საოჯახო ექიმები ყავს სული თამამ შეიძლება არ დაგწიდება და ისე რაჭიანურად მოიქეც ფაქტიურად ჯანმრთელობის ის აქ პატარა ცენტრი მოწყობილი სახში და თან ისე რომ თვითონ სამედიცინოზე არ ჩაუბარებია. მე დაუსწრებლად სწავლობ, ესე ვთქვა. ლიზა რო გამოსწრებს მეცადინეებს. ხო, დასწრებულად კი ბატონო. ნამდვილად. უფასოზე. კი ბატონო და ეხლა შენ და ლიზას პირველი ბიჭი ყავთ, მეორე გოგონა და მე დარწმუნებული ვარ სულ მცირე პერიოდის შემდეგ ორი უმაგრესი მოცეკვავე და ახალი საოჯახო წყვილი მოცეკვავეების იქნება საქართველოში ცნობილი. მაგრამ მე ვფიქრობ რომ აინც აი თუ ლიზას მიმართულებით გენეტიკით უფრო წავლენ სიმღერა შეიძლება ძალიან ცეკვადი მომღერლები მე სიმღერა არ გამომდის ასე რომ ცადე ისე ერთხელ ცადე მაგრამ ლიზა მითხრა მოდი ისევ ცეკვას მიაწექი არა რა მაგარი ერთხელ ცადე და ერთხელ ისიც ქორწილში და ლიზა ვიმღერე და მე რისკის ქვეშ აღარ ვაყენებ ჩვენს ურთიერთობას ასე აღარ მღერი ნამდვილად აх რას კარგია მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა სტუმრობისთვის დაგიხადო და მადლობა რა თქმა უნდა ყოველთვის ველოდებით ჩემს სტუმრობასთან არა ძალიან დიდი მადლობა მიყვარს თქვენთან მოსვლა ერთხელ სახში ცოტა გვპატიჯოთ ყველა მოგაგებინეთ ეს ბინები ვერ გავიგებ ხო შეიძლება რომ რაღაცა სალათი მაინც მაჭამეთ რაღაცა აუ რა ჩაგვიტარა ამიკო მე ჩემი ბინა მომაგებინა ბატონო დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ ჩემო ირაკლი გადაგიხადო სტუმრობისთვის და წარმატება გისურვო შენს ულამაზეს ოჯახთან ერთად